თუ ადამიანი დაჯდება, დაულს მოდუნების საშუალებას მისცემს, სრულიად მოდუნდება და შემდეგ გონებაში საკუთარი თავის ვიზუალიზაციას დაიწყებს. დაინახავს საკუთარ თავს ისე, როგორც სურს. სადმე, სადაც გსურთ საკუთარი თავის დანახვა მომავალში. დაინახეთ, როგორ გსურთ თქვენი ცხოვრების გაგრძელება. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იქ. კარგი? ახლა გაიგეთ, რომ ეს თქვენს გონებაში არსებული სურათია. სურათი გონებაში უნდა ჩავიბეჭდოთ და შემდეგ კედელზე ან ტილოზე დავხატოთ. მოვდუნდეთ და შევქმნათ ჩვენს გონებაში გამოსახულება. როგორ გვინდა საკუთარი თავის დანახვა ცხოვრებაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ პოზიციაში, რომელსაც ვიკავებთ. შემდეგ კი გადმოიღეთ ეს სურათი და აღწერეთ. დაწერეთ აწმყო დროში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ საკუთარ თავს და დაწერეთ. დაწერეთ აღწერა, როგორ გსურთ საკუთარი თავის დანახვა. დაიწყეთ კითხვა და იკითხეთ და იკითხეთ და იკითხეთ ყოველ დღე. მუდამ თან იქონიეთ და განაგრძეთ კითხვა. რაზეც ყველა დიდი მასწავლებელი ისტორიის განმავლობაში შეთანხმდა. ისინი სრულიად ერთსულოვნად თანხმდებოდნენ, რომ ჩვენ ვხვდებით ის, რაზეც ვფიქრობთ. თავიდან ეს შეიძლება ფანტაზია იყოს, ჩვენთვისაც კი. მოგეჩვენოთ ტყუილი, მაგრამ თუ საკმარისად ხშირად წაიკითხავთ, საბოლოოდ დაიჯერებთ. და როდესაც უილიამ ჯეიმსმა თქვა, გჯეროდეს და შენი რწმენა ფაქტს შექმნის, თქვენ დაინახავთ, რომ ადამიანის პიროვნება იცვლება.